პირველად საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 30 მარტიდან ყველაზე ეროვნული პროექტი ხალხური იწყება. ხალხურის მუსიკალურმა ექსპედიციამ მოიარა საქართველოს ყველა კუთხე, მოისმინა და ნახა ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, ოჯახები და ინდივიდუალური შემსრულებლები, რომლებიც ქართულ ტრადიციებს მისდევენ. პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩა მონაწილეები, რომლებიც იბრძოლებენ ხალხურის პირველი სეზონის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად. და აქვე აუცილებლად ისიც უნდა ვახსენოთ, რომ მეგა შოუს საკონკურსო ტურებს პირველი არხის ახალი მულტიფუნქციური პავილიონი დაეთმობა, რაც უფრო მასშტაბურს გახდის პროექტს. უფრო სვათ ამ თემაზე სასაუბროთ სტუმრები შემოგვიერთდებიან პროექტის მუსიკალური კონსულტანტი და პროდიუსერი დავით ცინცაძე, პროექტის კონსულტანტი, ქორეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე თამარ გეგეშიძე და მეგა შოუ ხალხურის წამყვანი გიორგი ასანიშვილი. მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს გადაცემაში. პირველად ხართ სტუმრად ახალ სეზონში. სტუმრად კი? დათო გამარჯობა. ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში თქვენმა ექსპედიციამ ფაქტიურად მთელი საქართველო დაიარა და ძალიან ბევრ შემსრულებლებს მოусმინეთ. კონკრეტულად სად მოგიწიათ ყოფნა? ერთგვარად მოგესალმებით პირველ რიგში და ულოცავ მაუწყებელს ამ საოცარ სივრცეს, რომელიც განგაწყობს უკვე თავიდანვე რაღაც დიდებული საქმეები გაჟღერდეს და ჩვენი ქვეყნის წარმატება ისმოდეს ყოველ ჯერზე. რაც შეეხება ექსპედიციას, საკმაოდ რთულია, რამდენადაც მრავალფეროვანია ჩვენი კულტურა, რომ ყველა სოფელში სათითაოდ კარდაკარია, რომ ამიტომ აღებული იქნა კონკრეტული ცენტრები, აი მაგალითად კახეთში ნადიკვარის პარკი იყო, გურიაში ოზურგეთის ცენტრი, სკვერს, რასაც ეძახიან, ეს ნაწილი იყო, სამეგრელოში ზუგდიდი იყო, ასე რომ ცენტრები ავიღეთ თითოეულ კუთხეში, რაც თითოეული კუთხე ამ შემთხვევაში ჩვენთვის მოიაზრებოდა თითოეული დიალექტი და ფაქტობრივად ამ ძირითად დიალექტებზე გადანაწილდა საექსპედიციო ჯგუფი, რომელმაც ყველა შემსრულებლისთვის ჩვენი მაუწყებლის ეთერით მანამდეც ხშირად იყო განცხადება, რომ ჩვენ გელოდებით ყველას შემოგვიერთით, მობრძანდით მოსმენებზე და ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩვენ კოლეგებთან ერთად განგვეხორციელებინა. საბედნიეროდ 300-მდე მონაწილემ დადგა სცენაზე, შეიძლება ითქვას და იმ სცენაზე, რომელიც სპეციალურად იწყობოდა მონაწილეებისთვის, რომ პროექტი რამდენადაც უნდა ყოფილიყო სახალხო, გვინდოდა რომ ამ შერჩევის პროცესშიც კი იქაც ყოფილიყო საკონცერტო გარემო და ეს არ ყოფილიყო დაძაბული სივრცე, სადაც ვიღაცა იდარდებოდა იმაზე, რომ აი გადავედი, არ გადავედი, შევძლებ, ვერ შევძლებ მონაწილეობას, არამედ ეს უნდა ყოფილიყო კონცერტი კონცერტისთვის და შემდეგ ჩვენ უფრო გავაკეთებდით შეჯერებას აი იმისოთ, რომ საკონკურსო შემდეგი აი მეორე ნაწილი, რომელიც მართლა მულტიფუნქციურ პავილიონში იქნება წარმოჩენილი და განსაკუთრებული პავილიონია და ამას საოცრად გაამდიდრა კიდევ ეს სხვა დოზით ჩვენი კულტურა, ამან უფრო მოგცა საშუალება, რომ კონცეფცია ერთიანი დაგვენახა პირველი ნაწილიდან მეორე ნაწილამდე. გიორგი, როგორც ვიცი, შენ გერგო წამყვანის ფუნქცია. ერთ-ერთი. და შენი თანაწამყვანი, ესე ვთქვათ, დღეს არ არის აქ სტუმრად, მაგრამ ორი სიტყვა გითხარი, როგორი პარტნიორობა გაგიწია და საერთოდ როგორი გოგოა? ცელქობდა, ცოტა გადაღებების დროს. ისე კარგი გოგოა, ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული. და ასევე ეს ექსპედიცია, რომ კარგად ახსნა და უშუალოდ აი რას გულისხმობს, იმიტომ რომ პირველი 4 გადაცემა, როგორც ვიცი, რაც 30 მარტიდან დაიწყება და ეთერში გავა, გულისხმობს, რომ სწორედ აი ამ ექსპედიციით იწყება ამ ხალხურის პროექტი და აბა პირველ რიგში ეს არის მოგზაურობა, როგორც მოგზაურობა, ყოველგვარი მუსიკის და იმას რომ თავი დავანებოდა, ეს უკვე საინტერესოა, იმიტომ რომ დაადიხარ მთელი საქართველო მოვიარე თავიდან და ბევრი რაღაცა გადავაფასე, როგორც ტურისტულად ისე მუსიკალურად. მე რა თქმა უნდა, ბევრი ხალხი გავიცანი ძალიან და რა თქმა უნდა მუსიკა. მესამე რა თავარია მუსიკა, ცეკვა. მაგერ თამარია ცეკვის რანგში განხრით მოსული და არ მომატყუებინებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო მოცეკვავე და ძალიან უფრო მეტი მომღერალი. ასე რომ ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის თავიდან გავიცანი საქართველოს, შეიმილე თამამად თქვა, იმიტომ რომ ამდენი ხალხი თუ მღეროდა
და ამდენი ხალხი თუ ცეკვავდა, ნახდათ არ მეგონა. თან არ არის ეს ცნობილი ანსამბლები, აკადემიური ანსამბლები, არის ჩვეულებრივი საოჯახო ანსამბლები, ოჯახები, სოფლის ანსამბლები და მე პირადად ესენი უფრო ამათი მოსმენა უფრო მაინტერესებდა და უფრო გავერთე და უფრო მეტი რამე ვისწავლე, ვიდრე გავიგეთ აკადემიის ანსამბლი კაია, მაგრამ ეს უფრო საინტერესოა თან იმ გარემოში, სადაც ისინი რეალურად ცხოვრობენ და უფრო ისეთია, რა ქვია, ბუნებრივი. რეალურად მახსოვს, რომ აი ბატონი მახუშტი კოტეტიშვილი დადიოდა ესე გახსოვთ რეგიონ ეს რაღაც ერთგვარ არქივსაც შექმნის ალბათ. ბატონი ვახუშტის როლი დათო ცინცაძემ მოირგო ძალიან წარმატებული. მანამდე ძალიან შექმნის ხალხური ნამდვილად ეროვნული პროექტი. თამარს და დათოს მინდა ვკითხო, რა კრიტერიუმებით ირჩეოდა შემსრულებლები? რადგან ძალიან ბევრი სახის შემსრულებელი იყო, ხო, წარმოდგენილი როგორც ქორეოგრაფია, ასე ვოკალური ანსამბლები. რა იყო ის მთავარი კრიტერიუმი, რითაც საბოლოო ჯამში პროექტისთვის შეარჩიეთ მონაწილეები? მოგესალმებით, გილოცავთ მეც ამ ახალ სივრცეს და წარმატებულ სეზონს გისურვებთ. ძირითადი კრიტერიუმი ალბათ გამოდიოდა თვითონ პროექტის სახელწოდებიდან, ხალხური. აი, ყველაზე დიდი აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ხალხური, ნამდვილი, ერთგვარად რაღაცნაირი ხელშეუხებელი ნიმუშები, ფოლკლორული, რომელიც სცენაზე დღეს ქორეოგრაფიული მიმართულებით უფრო შემიძლია ვთქვა, რომ ნაკლებად გვხვდება, რაღაც სხვა ტენდენციებმა მოიკიდა უფრო ფეხი ქორეოგრაფიაში მოგეხსენებათ და ეს მარგალიტები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ხალხში, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ გაფრთხილებას საჭიროებს და სწორედ ამას ვეძებდით და მინდა გითხრათ, რომ ვიპოვეთ არაერთი საინტერესო ნიმუში, ვერ ვიტყვი ხარ, ყველა რეგიონი ერთნაირად იყო დატვირთული ქორეოგრაფიული მიმართულებით, მაგრამ აი გამოვყოფდი ვთქვათ აჭარას, სვანეთს, სადაც ეს ძალიან ჭარბად და კარგად იგრძნობოდა, კარგად არის შენახული. ნუ ფაქტიურად იქ ცეკვა სიმღერის გარეშე და სიმღერა უბრალოდ ცეკვის გარეშე არ არსებობს და ძალიან ბევრი საინტერესო შემსრულებელი და კოლექტივი და ინდივიდუალური შემსრულებელიც ვიპოვეთ. და ძალიან ველოდები იმ დღეს, როცა ეკრანზე გავა ეს გადაცემა და ხალხი ამ ყველაფერს ნახავს, იმიტომ რომ არ არის ცნობილი ეს ხალხი ფართო მასებისთვის და ძალიან დიდი საქმე გაკეთდება ამ პროექტით, რომ ამ ხალხს ყველა გაიცნობს, რაღაცნაირად მათთვისაც ალბათ ძალიან დიდი სტიმული. ძალიან დიდი სტიმულია, ძალიან დიდი სტიმულია და მე ვფიქრობ, რომ აი დათომ რაზეც ისაუბრა, რომ ეს პავილიონი სრულიად უნიკალური, არაჩვეულებრივი, მართლა ისეთი სილამაზე იყო, რომ აი ხანდახან ვისხედით იქ და რაღაცა აი რაღაც ღაპრულ გარემოში გვეგონა თავი ისეთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ამ პავილიონში ამ პროექტის ჩაწერა და მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტს ექნება ძალიან დიდი პოპულარობა. თქვენ შეკითხვა კი ბატონო. გიორგი, მოიარეთ მთელი საქართველოს და საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო თქვენი დელეგაცია. აი ვინ იყო ის ხალხი, ვისაც თქვენ ანდეთ აი ამ მარგალიტების გამოვლენა და მე პრიორიტეტების მინიჭება? რა ვიცი, ჩვენ ყავდა ჩვენი მაესტრო ბატონი მიშა ჭიკვილაძე, აგერ დათო ცინცაძე, აგერ ქაბატონი თამარი, ბანანა მორჩილაძე. ეს 4 ადამიანი იყო, ის დადიოდა და აფასებდა თავისი ესეთი მზერით, ცოტა მკაცრი მზერით ამ ხალხს და მე დავდიოდი და ვცდილობდი ეს ხალხი მოწონებოდა ჩვენ ჟიურის და პირიქით ჟიურის ხალხის მხარეს. არა, ხამ ჟიურის მხარეს ვიყავ, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როცა უკვე ჟიურის ვეღარ ვაკავ. ხამ პირიქით და ეს მომრიგებლის როლი. მედიატორის როლი. მომსამართლე მომრიგებელი მოსამართლე. ლიზა რა შვებოდა? ლიზა არ დადიოდა. ცეკვავდა და არა, მართლა ლიზა იყო 1-2 ჩამოსული, დავხედა, ხო ყველაფერს კარგად ვაკეთებდით, შეგვამოწმა და მე დაბრუნდა თბილისში. ისეთი ხალხი ჩამოთვალეთ და ისეთი მხიარული საზოგადოება, რომ რაღაცა პატარა საინტერესო ისტორიებიც გექნებათ ამ მოგზაურობასთან დაკავშირებით. 1-2 რომ გაგვანდოთ. უნისე დაგვავისვა კახნიაშვილი, კიდე რომელიც რაღაც პერიოდი ჩართული იყო და მე დათომ თუ შეიძლება იმ კითხვას ცოტას გავაგრძელებ და დაგიბრუნდებით, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ პროფესიულად ვფიქრობდით, რომ მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის თუ რა უნდა გაშუქებულიყო და ეს პროექტი რას მისცემდა საზოგადოებას, გარდა ამისა ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ პროდიუსერებს, ვინც ჩვენთან ერთად იყო. გარდა პროფესიული ნიშისა ისინი სწორად ხედავენ
ჩვენ პროდიუსერებს გულისხმობ, რომლებიც სწორად და კარგად აფასებენ თუ რომელი ნიმუში კარგად იქნებოდა წარმოჩინებული სატელევიზიო ფორმატით. ხალხური შემოქმედება ისეთი კულტურის ქცევაა ერთგვარი, რომელიც სხვანაირად ჩანს საეკრანოდ და სცენაზე და სხვანაირად ჩანს ყოფაში. რაც შეიძლება ყოფაში ძალიან მოგეწონოს და განსაკუთრებული იყოს, თუ ამაზე შესაბამისი ჯგუფი არ მოყვება საიმისოთ, რომ აი შეიძლება ამ კულტურის ისე წარმოჩინება სატელევიზიო ფორმატში, რომ კი ეს აღფრთოვანებას გამოიწვევს მაყურებლისთვის. ანუ ეს ერთგვარად მნიშვნელოვანი ნიშა იყო და მინდა მათაც მადლობა უთხრა, იმიტომ რომ გამორჩეული ადამიანები აკეთებდნენ. პროფესიონალები. ძალიან კი, აი მაღალი ხარისხის პროფესიონალები ადამიანურ და პიროვნულ კომფორტთან ერთად. ასე რომ ეს პროექტი, რომელსაც მაუწყებელი წარადგენს, ერთის მხრივ გარდა იმისა, რომ იქნება შოუს ნაწილში საინტერესო საყურებელი და იქნება თავისი დინამიკა, პირველი ნაწილი, მეორე ნაწილი, უნდა ითქვას, რომ შემეცნებითად იქნება საკმაოდ ღრმა. და როცა ვნახე რამდენიმე სერია, რომ გადაგვეხედა თუ როგორი იქნებოდა, გიორგის მინდა მადლობა უთხრა, რომ აი მთელი ეს სიმძიმე და საგანმანათლებლო წონა, რაც კი ამ პროექტს აქვს, თავისი იუმორით ისე გადაახალისა და იმდენად მსუბუქად მისაღები გახდა და ისე სასიამოვნოდ გამოიყურება, მინდა გითხრათ, რომ რასაც საუნივერსიტეტო დონეზე ხშირად სიღრმისეულად სტუდენტებს უხსნით ხოლმე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აი ამ დონის აქცენტებიც კი მსუბუქად არის მოწოდებული და საბოლოო ჯამში, როცა დასრულდება, ვთქვათ, პირველი სერია პროექტისა, მაყურებელს ვფიქრობთ, რომ ექნება განცდა, რა სასიამოვნო მომენტები ხარ გახსენდებაო, ეს იყო კითხვა. კი, აი რა სასიამოვნო დასრულდა და ვიტყვი იმასაც, რომ ღიმილი არ მოშორდება მაყურებელს გარდა შემეცნებისა და ეს საკმაოდ რთულად მისაწოდებელია ღიმილი და განათლება ერთად კონტექსტში იყოს წარმოქმნილი. აველოდებით მაშინ 30 მარტს და ერთად გავიქცეთ. ნუ თუ გავიხსენებთ ხა ბაზარს და დანარჩენ შენ იუმორს, მე მგონი რომ ეს ყველაფერი ასახულია პროექტში. აკომი ჩემზე არ არის ხა იქ. თვითონ ისე ისი თქვა მინდა რომ ისეთი სიტუაცია იქნებოდა თვითონ აი სადაც ჩავდიოდით, ხალხი ისე კარგად ხვდებოდა, ისე კეთილად ხვდებოდა, ისეთი განწყობა იყო რომ ენერგეტიკა ისე წიარებდა რომ სხვანაირად შეუძლებელი იყო რა ყველა იყო ხუბრობის ლაღი ხასიათზე ლაღები იყვნენ მე ამდენი კაი სიმღერა და ამდენი კაი ცეკვას რო შეხედავ რა ცუდ ხასიათზე რატომ არაფერს არ დააცილეს კამერა ჩვენმა განამღებმა ჯგუფმა ყველაფერი გადაიღეს ამიტომ შევიკავეთ მე მგონი დღეს ძალიან დიდი ხანი შეგვიძლია მაკრო აი მე ვიცი რომ 40 კონკურსანტი იქნა შერჩეული ხო ეს არის პირველი ეტაპი რა მოხდება მეორე ეტაპზე აი მეორე ეტაპი უკვე იქნება ისეთი საკონკურსო და ისეთი საინტერესო აზარტული ნაწილი, სადაც არა მხოლოდ გუნდები, არამედ აქ იქნება მთელი საქართველოს ჩართული გურია, კახეთი, სამეგრელო, იმერეთი თუ აი რომელი მხარეშია განსაკუთრებულად წარმოჩენილი თუ წარმოდგენილი დღეს ყოველ შემთხვევაში, აი ვის უფრო მაღალი ოსტატობის შესრულება აქვს, ვის უფრო რთული ნიმუში აქვს, ვის უფრო არქაული ნიმუში აქვს, აი ყველაფერი ამ ერთგვარი ბჭყალებში შედარება, ეხლა რთულია შედარება თქვა, მაგრამ ეს განსაკუთრებული კუთხეებს ხო არ გადაამტერებთ ერთმანეთს. არა, კუთხები საბედნიეროდ ისე დასრულდა, რომ აი ისე წარიმართა ეს პირველი ნაწილი განსაკუთრებით, რომ არის მეორე ნაწილი უნდა დაველოდოთ. ჯერ დავტოვებთ ამ ნაწილს. მე მოქვს სამივესთან შეკითხვა, აი საუბრის დასასრულს, ხო, შეჯამებისთვის გაინტერესებს პასუხი. თქმების გაშლა არ გაგიჭირდებათ. ძალიან საინტერესოა რა აღმოაჩინეთ აი ამ ექსპედიციის შემდეგ. მე მინდა რომ სამივე შტაბ-ჭდილება მოვისმინო. რა ან ვინ? თუ იყო ისეთი ნამუშევრები, რაც აქამდე არ ჰქონდათ მოსმენილი, აი ან ცეკვის აი ქორეოგრაფიის ნაწილი, რაც აქამდე არ ჰქონდათ ნანახი. მოკლედ რომ გვიპასუხოთ, აი სამივე, ხო? ბატონო, აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრი როგორც ინდივიდუალური შემსრულებელი, ასევე ანსამბლი და კოლექტივი, რომელიც აქამდე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბევრი მათგანის საერთოდ ნანახი არ ექნებოდა მაყურებელს და პირველი გამოჩენა იქნება მათი ზოგისთვის ამ პროექტის მეშვეობით და თვითონაც რა თქმა უნდა იყვნენ ესეთი ღელვა იყო თავისთავად. ხადია ყველაზე მთავარი იყო ის, რომ როდესაც ჩვენ ექსპედიციებში დავდიოდით, იქ როგორც დათომ აღნიშნა, არ იყო ის, რომ აი თქვენ ეს სწორად გააკეთეთ, ეს არასწორად თქვენ გადახვედით, ვერ არა, ეს იყო მართლა ზეიმი. აი ამ ზეიმით მოვიარეთ მართლა მთელი საქართველო და მე მგონი, რომ აი ხა წინასწარ განწყობებს, რასაც ვუყურებ სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა
ეს სარეკლამო რგოლები და გაჩნდა ანონსები წინასწარ განწყობას რასაც უყურებ სოციალური ქსელის საშუალებით ყველა წერს რომ სად იყავით აქამდე რატო აქამდე არ არსებობდა ეს არაჩვეულებრივი პროექტი და ჩვენ მე ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა და ჯგუფის განწყობაც ვიცი რომ მართლა უდიდესი სიამოვნება მივიღეთ ამ ექსპედიციების და ამ სიამოვნებას რა თქმა უნდა ძალიან ასე ვთქვათ თეთრი შურით მშურს მაყურებლის რომელსაც ეს ყველაფერი უკვე შეფუთული და გალამაზებული წინელოდება სამწუხაროდ ვეღარ ვასწრებთ რომ თქვენ აღმოჩენებზე ვისაუბროთ მაგრამ დანარჩენებს 30 მარტს რამდენი კითხე არ მომიყევი არაფერი ამიტომ ეხლა დროა რომ დამემშვიდობოთ ჩვენ არაერთხელ გვექნება რა თქმა უნდა ამ პროექტზე საუბრის შესაძლებლობა ჩვენს ეთერში მაშინ ასე ჩვენს მაყურებელს მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო რომ 30 მარტიდან სახალხო ეროვნული პროექტი ხალხური სტარტს აიღებს პირველი არხის ეთერში